უბრალოდ 16 აღმართს. 500 კილომეტრის სირბილის მერე. ეს გავს ინდი პირველი გელი. აიჯერჯერობით რა ხდება? დაშდეგია ხოლმე. გემრიელი იყოს. ის მიდის ზედატანის ვარჯიშები. 98%-იანი ეფექტურობა ჰქონდა ჩვენ სამციელს. ნახში წყალი ცილა და ცხიმი. ოფლი. ათ ჩვენი მაისურიდან გამოიწვია და კიდე ძალიან სველია. ათ მინდა ახლა უაზროდ აღებული ტრამვა და მე გამიცდეს ვარჯიშები არ მინდა. ამიტომაც კარგად გავხურდები. ამიტომაც ხმარობთ ვაზელინს. ისე იგნორ თუ საერთოდ არ გვიბენი. ეხლა ვფიქრობ მესამეჯერად ხმარავდი. არა, ხუმრობ. მესამე-ნამეტანი. ამიტომაც შრომას ყოველთვის აქვს აზრი. ხანდახან ის გვიან მოდის, ხანდახან მალე, მაგრამ აუცილებლად დადგება ერთი. მოგესალმებით მეგობრებო, მოკლედ დაიწყო ჩვენი მომზადების მეოთხე კვირა. დღეს არის ორშაბათი და შესაბამისად დღეს გვაქვს ლონგრანი, დღეს არის 15 კილომეტრიანი ლონგრანი, იმიტომ რომ დელოუდი არის, ანუ 16-ის მერე 15 და მერე ისევ 17 მოდის და ასე შემდეგ. დღეს ასევე გვექნება push day, ზედატანის ვარჯიშებიდან გვექნება მკერდი, მხრები და ტრიცეპსი. პრინციპში დღეს მეტი არაფერი. მოდი ახლა კვებაზე შეგახედებთ და ცოტა 1-2 სიტყვით ვიტყვი თანამატების შესახებ, რაც ცვლილებები შემოიტანა. ნუ აქ გვაქვს 6 კვერცხი, ომლეტი და ყველი, აქ გვაქვს ქათმის ხორცი და სალათი, ტრადიციულად D3 კაორთან ერთად D ვიტამინი და ტესტომაგი, მოკლედ. ამას უკვე დაახლოებით ნახევარი კვირა ვსვავ, ამას 3 დღე ვსვავ, მესამე დღეა უნდა დავლიო ახლა. რაც შევატყე ახლა ერთადერთი ის არის, რომ ესე რადიკალური ცვლილებები არ არის, არაფერი ჯერჯერობით, მაგრამ ერთადერთი რაც შევატყე ეს არის, რომ ღამე ღრმა ძილის ფაზები ბევრად უფრო კარგი მაქვს და ბევრად უფრო ხალისხიანად მძინავს. ხო, ნუ არ ვიცი, შეიძლება ეს ამ დანამატის დამსახურება საერთოდაც არ არის და უბრალოდ ესე დაემთხვა, მაგრამ ზოგადად ეს დანამატი მაგისთვისაც არის ერთ-ერთი მისი ბენეფიტი ეგ არის, რომ ძილში მოგეხმაროს და კარგი აღდგენა გქონდეს ღამე ძილის დროს, ანუ ღრმა ძილის ფაზები გაგიზარდოს. არ ვიცი ხა ამის დამსახურებაა ზოგადად, მაგრამ ფაქტია, რომ ამას ვატყობ. ვეცდები, რომ ამ კვირაში მოკლედ ჩემი საათით რაღაც ისეთი საათია, უბრალოდ საათი, ჯერ მინის კი ვთხოვოთ რომ მოგწეს, მაგრამ არ გვაძლევს. ჩემი საათით ვეცდები, რომ ძილის მონიტორინგი დავიწყო, მოკლედ, იმიტომ რომ არის უმნიშვნელოვანესი რამე აღდგენითი პროცესებისათვის, ნუ კვება გასაგებია, ყველა მოვიცით რომ შევჭამოთ საკმარისი ცილები, ნახშირწყლები, ცხიმები და ასე შემდეგ, რომ ბოჭკოები რომ აღვიდგინოთ კუნთი სრულად, მაგრამ ასევე უმნიშვნელოვანესი და ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი არის ძილის დროს ხდება ყველაფერი, ორგანიზმი ისვენებს, კუნთები ისვენებს, მაქსიმალურად მოდუნებულია, მიდის აღდგენითი პროცესები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. კაით, მოკლედ ახლა მე ამ ყველაფერს მივირთმევ, შემდგომ ბიჭებს დაველოდები, ჯერ ადრე არის, დილა არის, მე შუა დღისკენ მოვედი ალბათ და მე წავალთ ლონგრანზე. და რა თქმა უნდა, ტრადიციულად ამ ყველაფერს გადავიღებ. მიდის ზედატანის ვარჯიშები. ამერე დავეშვებით 15 კილომეტრზე. მოკლედ ჩავასრულეთ ზედატანის 1 საათიანი ინტენსიური ვარჯიში. ორიენტაცია გქონდა ფეთქებადობაზე, ზედატანის ფეთქებადობაზე. ჯამში გამოგვივიდა 3 კუნთის ვარჯიში, მხრები, მკერდი და ტრიცეპსი. ახლა ბიჭები ხურდებიან და მივდივართ 15 კილომეტრიან long run-ზე. ავეთ. მოკლედ არის 50 წუთი და ხანახევენ არ ვენგო და მაგას დავიო და
მაგარი ენერგიაზე ვარ. დასავლეთ მიდი პირველი გელი. აგერჯერობით ვერ ახსენე. გასდეგია, მაგრამ გემრიელი იყოს. დავეთ ახლა 5 კილომეტრი. დავასრულეთ გარბენი მოკლედ 15 კილომეტრები ვიყავით დაახლოებით 25 წუთში 24 საათი რაღაცაში. კარგი იყო. დღეს პირველად მივიღე სირბილის გელი. ნუ არ ვიცი მაგრამ რო გითხრათ მე ვერაფერი სხვა ვერ ვიგზენი დიდად. არ ვიცი შეიძლება ესე რადიკალური განსხვავება ვერც უნდა ვიგრძნო და უბრალოდ მოლოდინები მქონდა, მაგრამ რავი ჩვეულებრივი იყო როგორც აქამდე ვიყავი ხოლმე. ბოლოში მაინც ცოტა უენერგიად ვიყავი ასე თუ ისე. ხო ეხლა წავალთ ცივშხაპს გადავედოთ რომ კაი აღდგენა გქონდეს და დღეს პრინციპში მეტი არაფერი. მშვენიერი 2 ვარჯიში გამოგვივიდა. თუ რაიმის დამატება მინდოდა მე აუცილებლად კიდე გეტყვით. დღეს ეს მომზადების თორსები 23 დღე არის სამშაბათი. დღეს გვაქვს მედია ძაღლი დამაცდის ახლა. დღეს გვაქვს full day, ანუ ზურგი, ბიცეპსი და უკანა დელტა, full მოძრაობები. აქ გვაქვს ტრადიციულად ომლეტი და კიტრი და მივიღებთ D ვიტამინს და Testomax. რავი ხა ძილი ნახდათ უკეთესი გამიხდა, ღრმა ძილის ფაზას გულისხმობ. დაჟე წუხად ძილი და მონიტორინგე, მოკლედ 9 საათი გვეძინა. აქედან ღრმა ძილის ფაზა ქონდა 38%. რაც ნორმალურია, ერთხელ გამომეღვიძა, ეგეც ჩემი ბრალი იყო, ძილით ძალიან ბევრი სითხე მივიღე. მოკლედ 4 წუთი დაგჭირდა რომ ჩაგუძინებოდა და საშუალო გულისცემა ქონდა 50. როგორც 10 გონება 98%-იანი ეფექტურობა ქონდა ჩვენს ამ ძილს. ჩემი მიზანი არის ცოტა შევამცირო კიდე. 9 საათი ჩემთვის ბევრი არის. აი 7 საათზე, 7 საათ ნახევარზე ჩამოვიყვანო, უკვე კარგი იქნება, იმიტომ რომ მე ზედმეტი ძილის მერე უფრო გადაღლილი ვარ ხოლმე და თითქოს უფრო მოთენთილი რა. დღეს ასევე გვექნება ჩილრანი, მარტივი გარბენი. გეგმა არის ესეთი, რომ ჩილგარბენებზე ცოტა დისტანცია გავსარდოთ, რომ ცოტა მეტი ვირბინოთ ხოლმე, რომ მიეჩვიოს ორგანიზმი. ხო, მეტი სხვა ისეთი არაფერი. ეხლა წავალ, საჭმელს შევჭამ და მერე ვარჯიშიდან შემოგვიერთდეთ. მოკლედ ახლა ჩავამთავრეთ დაახლოებით 1 საათიანი ზედამკედის ძალიან კაი ვარჯიში. ძირითადი აქცენტი ქონდა ზურგზე, უკანა დელტაზე და ბიცეპსზე. ეხლა მივდივართ 10 კილომეტრიან ჩილრანზე, მოკლედ გადაწყდა ესე რომ ჩილრანები უნდა გაიზარდოს 10 კილომეტრამდე. არაფერი დატვირთვა დიდი არაფერი არ იქნება, მარტივი 10 იქნება, დაბალ ფეიში, ზონა 2-ში რა თქმა უნდა. და ზოგადად ამის მერე ვირბენთ ხოლმე ჩილრანებს 10 კილომეტრამდე დაახლოებით, იმიტომ რომ პლუს მინუს დისტანციები ავწიოთ, დისტანციებს მივეჩვიოთ, კვირიდან კვირამდე გარბენების რაოდენობა დისტანციებში გავზარდოთ, რაც უფრო მოგვეხმარება 21 გარბენამდე სტაბილური სირბილისათვის. წავედით ახლა გამოვიცვალოთ და ბიჭები უკვე გაერთგოლებიან, ხურდებიან და წავიდეთ სარბელით. ჩავამთავრეთ ჩვენი ჩილგარბენი 10 კილომეტრი ვირბენთ 56 წუთში. ზონა 2 იყო, საშუალო პულსით. ძალიან კაი იყო, კუნთები გაიხსნა, კაი აღდგენა გვექნება. წავედით ახლა, ავიდეთ სახლში და გადავედოთ ცივი შხაპი. გადავიდეთ წყალი, ცოტა შევჭამეთ და წავედით ახლა ფეხბურთის სათამაშოდ. სავარაუდოდ 1-5 კილომეტრს იქაც ვირბენ ზეიდან. და გამოვა რა. წავედით და დღის ბოლოს გადავიღოთ კიდე. ანუ მოგავტიფს რა ჩვეულებო. ახო მოდი გაიხი.
დღევანდელი დღეს ჩავამთავრეთ, საბოლოოდ ფეხბურთი ვითამაშეთ. 1-5 კილომეტრი იქვირბინეთ კიდევ ზევიდან. დღეს მშვენიერი დღე გამოგვივიდა, 1-15 კილომეტრის სირბილი გამოგვივიდა, არა დაღდგენა ქონდა იდეაში. დღეს ისეთი არაფერი განსაკუთრებული მეტი აღარ მომხდარა. სხვათა შორის საკვებ დანამატებზე რასაც ვიღებ ახლა მე უკვე უგრძნობ ეფექტს, კი ბატონო, ბევრად უფრო ენერგიული ვარ, ძილიც ბევრად უფრო კაი მაქვს, ღრმაძილის ფაზები ბევრად უფრო გაიზარდა და უფრო კარგად მძინავს, შესაბამისად ძილში უკეთესი აღდგენა მაქვს და მეორე დღისით ვარჯიშებზე ბევრად უფრო ენერგიული ვარ და ბევრად უფრო ეფექტური ვარ. ანუ კარგად ვასრულებ და ხარისხიანად ვასრულებ ყველა ვარჯიშს. ეგ იყო და ეგ, წავედით, ხვალ გვაქვს ინტერვალური სიძილე. ყველამ ორ კილომეტრ ნახევარი ამოვირბინეთ აღმართი და ერთი ტემპოს გავაკეთეთ. მანძილი გამოგვიდეს 500 მეტრი, ანუ ნახევარი კილომეტრი. მაშინ ესე გავანაწილოთ. 500 გავაკეთებ, მერე გავაკეთებ 5-300 და ბოლოს იყოს 600 და მერე ავალ რიქავერიზე 10 კილომეტრზე დავამრგვალებ ძალიან გარემეს. ეხლა წავედი ძუნძულით მივიდე იმ ადგილზე. ანუ თან ეხლა ხო დავდივარ, მაგრამ რეალურად 1 წუთი მაქვს სიარულის. მერე დანიშნულების ადგილზე რომ ისევ ახლა გავაკეთე 500, ძუნძულით მივდივარ. დღევანდელი ჩვენი ტემპო ესეთია, მაგალითად. რაღაც გადავაწყე ცოტა. ნახოთ ექსპერიმენტს ვატარებ, ნახოთ რა გამოვა. აღდგენა მაქვს იდეალური, როგორც ხედავთ. საუბრობდი და თითქმის სრულიად დავისვენე. პულსი ვაფშე დალაგდა, დაწყნარდა. ფეხებზე დაჭიმულობას, დაღლილობას ვერ აუგზნობ. ხოძე ვარ, წავედით ახლა ვირბინოთ. ერთ-ერთი მაგალითი, თუ რატო აკაი სოფელი და ბუნება. დავარბოდით, აგერ ვაშლის ხე იყო. მოწყვიტეთ. ბოჭკოებს ჩავტვირთავთ. ჩემო ბოტასებმა მაგარი ხმა იყო. ძილები რაც გაუცდა. მოკლედ 3-500 ჩავამთავრეთ და ეხლა დავიწყოთ 5-400-ები. პირველი 5-400 გავაკეთეთ. ძალიან ხოძე ვარჩავი. გაიხსნა თითქოს ფეხები. ახლა უკვე ნარბენი მაქვს 6 კილომეტრი. ამოსვლიან ტემპოიანებად. მე მგონი 10 გავწდები დღეს. პლუს აღმოთი ფეხბურთსაც ვითამაშებ. გავედი ახლა. ყველას ბევრს გონიან, რომ ჩვენი მუხლი არის მხოლოდ და მხოლოდ ძვალი. სინამდვილეში კი ჩვენ მუხლს გარშემო აქვს უამრავი კუნთოვანი გარსი. ეს კუნთები ჩვენს მუხლებს იცავს სხვადასხვა ტრამვებისგან და არასწორი მოძრაობებისგან. სირბილში მუხლები არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ, ამიტომაც მე ხავესები გავაკეთო რამოდენიმე ისეთი ვარჯიში, რომელიც გააძლიერებს ჩვენს მუხლის სტაბილიზატორ კუნთებს. ძალიან დავასრულეთ ჩვენი ტემპო, 2.5 კილომეტრი ქონდა 155-იანი elevation-ზე არბენი, warm-up ჩავთვალოთ. მერე ქონდა 5500-იანი ტემპორანი, აქედან 3500 იყო, 5400, 5200 და 500. და მერე ისე უკან ჩამოვიდნენ, ჯამში გამოგვიდა 10.5 კილომეტრი. მერე წყალი გადავიდეთ ცივი და ეხლა მივიდივართ ფეხბურთის სათამაშოდ მოკლედ. და დღეს ჩვენი აქტივობები წესით ამით დასრულდება. თუ რამე საინტერესო მოხდა, მერე კიდე გადავიღოთ. თუ არა და შევხვდებით ხვალ. მოკლედ მოვედით სახში, ხამია უკვე, გვიანია. ფეხბურთი ვითამაშეთ, 1-7 კილომეტრი კიდე იქვირბინე, მაგრამ ფეხბურთი 7 კილომეტრი 2 მაგად და 3 მაგად უფრო დამხლელია, იმიტომ რომ იქ თუ მოძრაობები გიწევს არაკონტროლირებადი, აი უცბად შეიძლება აჩქარდე, შენელდე, მიტრიალდე, მონტრიალდე და ასე შემდეგ და ბევრად უფრო დიდი დატვირთვა აწვევა ფეხებს. ჯამში დღეს გამოგვივიდა 17 კილომეტრიანი სირბილი, აქედან 5 კილომეტრზე მეტი იყო ტემპო, მაგრამ სირბილი ფეხბურთს თამაშის დროსაც ტემპოები იყო მოკლეები, სიტყვაზე 20 მეტრიანი აჩქარებები, 10 მეტრიანი აჩქარებები და ასე შემდეგ. წავალთ ეხლა ცივშხაპს გადაველებთ, არა, მოგატყობთ, ცივშხაპს არ გადაველებ ეხლა, იმიტომ რომ წავალთ ეხლა და კაი ცხელ აბაზანას მივიღებთ, იმიტომ რომ ძილის წინ მაქსიმალურად მოდუნდეს კუნთები
და კარგად გამოვიძინებთ, რომ ხვალისთვის ვიყოთ ენერგიაზე. წლების 25 დღე მეოთხედი გავიდა ზუსტად წინ დარჩა 3 მეოთხედი, ანუ 3 ამდენი პერიოდი კიდე მარათონამდე, რაც კაია, რაც მეტი დრო გქნება, უფრო კაია მოსამზადებლად. გუშინ ძალიან დაღლილი ვიყავი და მეტი ვერაფერი ვარ გადავიღე, პირდაპირ დავიძინე, გადავივლე წყალი და დავიძინე. და საჭმელიც კი ვერ ვჭამე, ისეთი დაღლილი ვიყავი არა და მაგრატმში. დღეს უნდა გქონდეს, დღეს დარბაზისგან ვისვენებთ, დღეს ძალისმიერ ვარჯიში არ გვექნება და გვექნება 10 კილომეტრიანი ჩილ რანი. მაგრამ მე მგონი საღამოთი ფეხბურთისე ვითამაშით, ამიტომ ჩილ დღეები ფაქტობრივად ამ კვირაში არ გამომდის. ეხლა კვება გვაქვს, შეგახედებთ კვებას. მოკლედ სალათი ტრადიციულად ბოჭკოებს აქედან ვიღებთ. ქათმის ფილე, ყველი და ვერმიშელი, იგივე მაკარონი, მოკლედ. ნახში წყალი ცილა და ცხიმი. აქ გვაქვს უშაქრო ცივი ყავა, D ვიტამინი ყავართან ერთად და ტესტომაკი. პრინციპში არაფერი ისეთი არ არის სათქმელი. ვერმიშელი არის ნახში წყალი, ანუ ჩათვალოთ, რომ მაკარონია, ვერმიშელი და მაკარონი თითქმის იგივეა. მაქედან უნდა მივიღოთ ენერგია. ქათმის ფილიდან უნდა მივიღოთ ცილა, რომ კუნთი საშენი მასალა გქონდეს ჩვენს ორგანიზმს და ცხიმები უნდა მივიღოთ ყველისგან და ბოჭკოები კიტილისგან და პომიდორისგან. დანამატები კი ვიტამინებისგან. ეგ არის და ეგ. ეხლა წავედი ამ ყველაფერს შევჭამ და მერე ვარჯიშზე შეგახედებთ. ვარჯიშზე რა სირბილით. მოკლედ ამოვირბინეთ. ეხლა ჩამორბენი. ხოდა ცოტა შორის ამორბენი მაგრად გაჭირდა ჩემდა გასაკვირად საუბრობთ იმიტომ რომ ფეხები ძალიან გადაღლილია არა საკმარისი აღდგენა მაქვს მაგრამ ეხლა აღმოჩნდა დავასვენებ და მერე სულ მონაკვეთზე ჩაოლებრი ვირბი ავედი მოკლედ ამ წუთას მორჩი სირბილს ვირბინეთ 10 კილომეტრი ენა ოფლად ვიღრები, აი საშინლაცველი ვარ, იმიტომ რომ გარეთ არის ძალიან დიდი სიცხე და ცოტა შორის მაგრად გამიჭირდა ამ სიცხეში სირბილი რა. ეხლა სასწრაფოდ უნდა წავიდე, ცოტა ცივი წყალი გადავილო, ცოტა გავგრილდები, ხა ეგრევე ცივი წყალს არ გადავილებ. თორე ორგანიზმი ძალიან გახურებულია, ცოტა გავაგრილო, წავედი. მოკლედ ეს არის ოფლი. რაც ჩვენი მაისურიდან გამოიწურა და კიდე ძალიან სველია და მე კიდე ისევ ოფლიანი ვარ ძალიან. წუხანდელ ძილზე არაფერი არ მithქვია, წუხელ გავაკეთე ძილის მონიტორინგი. 9 საათი და 26 წუთი მეძინა, აქედან 31 იყო ღრმა ძილის ფაზა, დიპ 8 წუთი დამჭირდა ჩასაძინებლად და 98%-იანი იყო ჩვენი ძილის ეფექტურობა. მე მგონი ჩემი ძილი ნელ-ნელა სტაბილურდება, რეგულირდება. უმჯობესი იქნება თუ ჩამოვწევ, ცოტა ადრე დავიძინებ და ადრე გავიღვიძებ მეორე დღესით. ნახოთ ამაზე ვიმუშავებ. ეხლა წავიდე, თორე ძალიან სხედა, წავედი. ოფსნახეთ. მოკლედ სირბილის მერე ეხლა აქ გვაქვს ესეთი კვება, ქათმის ფილე, ცილა და ბოჭკოები, ბოსტნეული სახით, კიდრი პომიდორი სალათი და თან პატარაზე წავიმუშავოთ. ეხლა არის 7 საათი, ცოტა ვიმუშავეთ. რაღაც ნახაზები გამოვხაზეთ და ავედით ეხლა ფეხბურთის სათამაშოდ. მინიმუმ 5 ალბათ იქაც ვირბე. ესე მომაჭყიდა პირდაპირ. მოკლედ დღეს ძალიან თვლილი დღე იყო, ძალიან გამეჭირდა 10 კილომეტრი. მე მგონი ძალიან დაღალილი მაქვს ფეხები მერე. ფეხბურთის თამაშის დროსაც 2 კილომეტრი იყო დაახლოებით, 9 საათს არ იყო გასული და ძალიან ცუდად თამაშობდი, იმიტომ რომ ფეხებში ძალას ფეხებში ვგრძნობდი უენერგიობას და ფეთქებადი აღარ ვიყავი და აღარც განძლეობა აღარ მქონდა. ვეცდები რომ ხვალ კარგად გავიწელო. მაგრამ ხვალინდელი 10 კილომეტრის ჩაგდებას ნაღდად არ ვაპირებ. ზეგ 4 კილომეტრი და კვირას კარგად დავისვენებ სამაგიეროდ. წავედი, ახლა დავიძინე. დღეს არის უკვე პარასკევი.
ეს კვირას დასასრულს მივახლო და დღეს გვაქვს ჯიმი, საბაზისო მძიმე დღე გვაქვს და მე ძალიან ცოტა გადაგრილდება კიდეც. ეხლა ძალიან ცხელა პროსტა და მე ცოტა რო გადაგრილდება, წავალთ 10 კილომეტრიან chill run-ზე. თორე ეხლა ამ დროს გარეთ გასვლა გუშინდელივით მომივა ძალიან დამაგდებს. ეხლა კარგად გავხურდები მე პირველ რიგში, იმიტომ რომ რამე უაზრო ტრამვა არა ვიკიდო, მით უმეტეს როცა მძიმე წონებთან გვაქვს შეხება დღეს. რაც მინდა ეხლა უაზროდ აღებული ტრამვა და მე გამიცდეს ვარჯიშები, არ მინდა. ამიტომაც კარგად გავხურდები. არ დაიზაროთ არც თქვენ. ორჯით ბენჩ და საშინელი სიცხე ახლა ხო პროსტა უბრალოდ წონების აწევისთვისაც კი ნახეთ როგორ ვიუფლები ეს რა არის ჩემი ძალიან სერიოზული სიცხეა კიდე კაი ცივი წყალი გვაქვს თორე გამოფიტვა გარანტირებული გვაქვს წავალთ ახლა ორ ზონა შევიდეთ მოკლედ ჩავამთავრეთ 1 საათიანი ძალისმიერი ვარჯიშები გამოგვივიდა. ეხლა წავალთ, შევჭამთ, სავარაუდოდ კვერცხს შევწავ. მე ცოტა დავისვენებ და წავალთ 10 კილომეტრიან chill run-ზე. ეგ არის და დღევანდელი დღე ამით დამთავრდება. და ხვალ გვექნება 4 კილომეტრიანი ჩქარი გარბენი აღმართი. მოკლედ ახლა ვემზადებით ჩვენი 10 კილომეტრიანი გარბენისთვის. ესეთი ჩელენჯი მოუწყე ჩემ თავს, რომ მინდა რომ ორჯერ ავიდე და ჩამოვიდე იმ elevation-ზე, რა elevation-ზე წავიდე ხოლმე დაახლოებით 10 იქნება. თუ არ იქნება მე ზევიდან დავამატებ, რომ 10-ად გადავათავო. ვნახოთ როგორ წავა, გუშინდელი თუ წავიდა 10 კი არა, ორჯერ კი არა, ერთ არბენს ლივს გავაკეთე, იმიტომ რომ გუშინ ძალიან გამიჭირდა, მაგრამ ეხლა თითქოს ისე აღარა ვარ. პატარა შოკოლადი მივიღე, ჩქარი ნახშირწყალი მივიღე, რომ მომენტალური ენერგია მქონდეს. ეხლა ჩავიცნოთ და წავალთ. ფეხებზე ძალიან მაზოლები გვიჩნდება ხოლმე ამ ბოლო დროს, ბევრს რო დავარბივართ. ამიტომაც ხმარობთ ვაზელინს. ნასკების შიგნით წავისვათ ფეხის ტერფებზე და მე ნასკებს ჩავიცვენ და ისეთ იმდენად აღარ გვიხურდება ფეხები და შესაბამისად ნაკლებად გვიჩნდება ის ბუშტუკები, რაში წყალი დგება მე და რაც მწარეა და მტკინეულია. ასე გამოიყურება ჩემი Adidas Evo-ელები 500 კილომეტრის სირბილის მერე. თან შეგახსენებთ, რომ მძიმე ადამიანი ვარ და მაინც მაღალი დატვირთვა მოდის ფეხსაცმელებზე. საკმაოდ გაცვდა. ისე ამასობაში რეკლამა გამომივიდა Adidas-ის. აუ თუ დამასპონსორებს თად უკეთესი. ისე ნახეთ ჩემი სირბილის მექანიკა აქეთ ეს როგორ არის გაცვეთილი, აქეთ არ არის გაცვეთილი. უცნაურია. მოკლედ იყო დრო, როდესაც ამ დისტანციაზე სირბილი ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა იყო. რადგან ეს გზა შედგება 7%-იანი აღმართისგან, მაგრამ 10 თვის შემდეგ ეს გზა ჩემთვის პრობლემას აღარ წარმოადგენს. ამიტომაც გადავწყვეტე დღეს ჩემ თავს დაუწესო ჩელენჯი და ვეცადო რომ ეს დისტანცია ორჯერ დავფარო 1 საათში. ჯამში გამოგვივა დაახლოებით 10 კილომეტრი და სადღაც 400-დან 500 elevation-მდე. ახლა რომ ჯერმინი საათი მქონდეს, ბევრად უკეთესად გავიგებდი ჩვენ შედეგებს, მაგრამ მივედოთ ჩვენ საათს. Let's go, წავედით. მოკლედ ეს ჩვენი სირბილის პირველი ყურობა თომდა ხალხ. პირველი კილომეტრი დაიხურა, ხოდევა წავედით. ესე ჩვენი სირბილის მეორე კილომეტრი. ესე ჩვენი აღმართების ბოლო აღმართი. აქ და მე უკვე დავუშვებით. ეს მესამე საათი გავიხადეთ. წავედით, იქ 7-ია მინიმუმ. ეგ ჩვენი მე-4 კილომეტრი. ეხლა დაღმართი ჩამოვიდივართ. მაქსიმალურად ზოგადად ენერგიებს. უთხილები ძალებს მეორე ამორბენისთვის, მაგრამ ისინი რაც არ უნდა ჩავირბინოს, რომ დრონში ვერ ჩავედიოთ. ამიტომ წავედით. ესე ჩვენ მეხუთე
ჩამოვედით, ბოლოში ვარ საიდან დავიწყოთ და ეხლა შევძრალებით უკვე. ავედით. ეგეთ მე-6. ესა ჩვენი მე-7 კილომეტრი. მაგრამ ვართ. სადაც აღმას ჩავხურავთ და დავეშვებით უკან. ესა ჩვენი მე-8 კილომეტრი. ჩაიხურა. წავედით დაღმართზე. ესა ჩვენი მე-9 კილომეტრი. ისე იგნორეთ თუ საერთოდ არ გვიბენია. ეხლა ვფიქრობ მე-13-ჯერაც ხარ ავიდე. არა, ხუმრობ. მე-13 მოვედი ისევ საწყის ჭეტლამდე. ეგეც თქვენი 10 კილომეტრი 57 წუთში. ეხლა ცოტა გავიწეროთ. ამიტომაც მინდა მეჩვენებინე თქვენს რომ პროგრესი ხანდახან ჩქარა არ არის. ხანდახან მას კვირები, თვეები და წლები სჭირდება. მაგალითად მე 10 თვის წინ ამავე დროში მხოლოდ ამის ნახევარს დავარბოდი. ახლა კიდევ უკვე შემიძლია რომ 2ჯერ, 3ჯერ და 4ჯერაც კი ვირბინო გადავიდეთ. ამიტომაც შრომას ყოველთვის აქვს აზრი. ხანდახან ის გვიან მოდის, ხანდახან მალე, მაგრამ აუცილებლად დადგება ეგრე. მოკლედ, როგორც გითხარით, ვირბინეთ ჩვენი 10 კილომეტრი, 2ჯერ დავედით. ჩვენს დათქმულ აღმართზე 1 საათი ჩავედით, 57 წუთში ვირბინეთ, ძალიან მაგარი შედეგი იყო და ეხლა გვაქვს ჭამა, კვება, კვერცხი, ყველი და კიტრი. დღეისათვის მეტი აღარაფერი აღარ იგეგმება. წავედით, ხვალ წესით არის 4 კილომეტრიანი ტემპო აღმართზე ისევ. ერთხელ ნავიდეთ, ჩამოვიდეთ. მაგრამ ნახოთ, შეიძლება სამუშაო წავიდეთ, სამუშაო წავედი გაგვიცდება. მაგრამ ორ შაბათს აუცილებლად იქნება ლონგრანი. ლონგრანები არ იმაზება მოკლედ რა. ეხლა კიდე წავედი შევჭამა მაგრებში. მოკლედ დღეს არის შაბათი, ამ კვირის ბოლო დღეა. და დღეს გავაკეთებთ ფეხის ვარჯიშებს, მოკლედ მე შეიძლება გაჩნია რამდენად ინტენსიური და დატვირთული ფეხის დღე გამოგვივა, შევხედოთ როგორ წავა. თუ საშუალება გქონდა და იმის ენერგია გქონდა, რომ მე კიდევ ვირბინოთ, თუ არა და დღეს და ხვალ გვექნება სირბილისგან დასვენება და მე-5 კვირის დასაწყისში, ანუ ორშაბათს დღეს გვექნება 17 კილომეტრიანი გარბენი. აი, ეხლა წავედი, კარგად გავხურდო და შტანგა გადმოვიტანა, იმიტომ რომ ჩვენი პირველი ვარჯი დაიწყება სკვათებით. ჩავამთავრეთ მოკლედ სკვათები. პროსტა ანუ ნახეთ ხალხო ძალიან ხელი, ანუ არ ვიცი. ზაფხული იქნება სიგიჟე. და ეხა ჩვენს საჯდომს და ჰამსტრინგებს გავწელავთ, მოკლედ ვარჯიშით ვინც ამას დავდგებით და დედლიფტის მოძრაობას შევასრულებთ, მხოლოდ იმ ამპლიტუდაში, სადაც ჰამსტრინგი და დუნდულაკუნთი ჩაერთობა. უფრო მეტად ჰამსტრინგზე გვექნება ორიენტაცია. ჩავამთავრეთ ჩვენი 1 საათიანი ფეხის ვარჯიშები. ძალიან კაი ვარჯიშები გამოგვიდა და ეხლა გავიწელებით როლერით დავამასაჟებთ და მერე წავალთ სარბენად. წავედი, ეხლა დავამასაჟებთ. ეხლა ძალიან მაგრად გავიწელეთ 15-20 წუთი ვიწელებოდით. აი ეს როლერი არის ძალიან მაგარი რამე. მადლობა ვახოს რომ მოგვიტანა და გვაქვს საშუალება რომ ამით დავიმასაჟოთ ხოლმე ფეხები. აი ეს დაჭიმულობა და ცოტა ის რაც გქონდა, პრინციპში სულ მომიხსნა მე ფეხებიდან. ეხლა გამოვისვლი და წავიდეთ უცბად პარემის 4 კილომეტრი, ჩქარე 4 კილომეტრით ჩავა ინტერვალოდ. კედა.
ჩავა ტემპობოთ, ბარე. ავეთ. გამოვიცვალეთ და ეხლა წავედით სარბენად. ისევ მარტოები ვართ. დავფეილდით ხალხო. ფეხები მაქვს საშინლად დამძიმებული. 1 კილომეტრი ვირბინეთ 4 და 4-იანი ფეისში 7% ნაღმართზე, მაგრამ კილომეტრის მერე ტემპი ისე დავარდა, რომ აზრი არ ქონდა რა. ეხლა უბრალოდ ამ ეტაპს დავაფინიშებ ავალ დაბალ ტემპში და ჩამოვალ და როგორმე დღევანდელ მანძილს დავდებ. ნუ ტემპო არ გამოგვივიდა სამწუხაროდ. 1 კილომეტრი გამოგვივიდა მარტო. მაგრამ არა უშავრ. საპატიოა, მაგრამ ნუ თავს არ ვიმართლებ, მაგრამ ფეხის დღის მერე მეც რას უნდა მოველოდე, წარმოდგენა არ მაქვს. თავის მართლება არ გვინდა. არა უშავრ, ხანდახან არის პერიოდები, როცა უბრალოდ უნდა შევეგოთ მას, რომ არ გამოგვივიდა. იქ დაკვირას ახლი დამცდი. წავედი ხა. მოკლედ ვირბინეთ 4 კილომეტრი. 23 წუთი იყო თუ არ ვცდები და ეხლა მივიდივართ ფეხბურთის სათამაშოდ. კიდე დავამატებ ზევიდან. წავედი და დღის ბოლოს შევაჯამოთ ერთად. მოკლედ მოვედით სახში, გადავიდეთ ცხელი შხაპი, იმიტომ რომ ცივი ვინტო არ გადავედათ, რომ უკვე გვიანია და დაძინებაში ხელ შეგვიშლიდა. 5 კილომეტრი კიდე ფეხბურთის თამაშის დროს გავირბინეთ. და უკვე თქვი რაოდენ დამღლელია ფეხბურთის 5 კილომეტრი ჩვეულებრივი სირბილთან შედარებით. ეს კვირა ძალიან კარგად წავიდა. იყო დღეები, როცა თავს გადაღლილად გრძნოვდი. ბევრჯერ სირბილის დროს მინდოდა რომ გავჩერებულიყავი, მაგრამ no. ამ კვირაში ჯამში 70 კილომეტრი დავფარეთ ჩვენი სირბილებით. რაც ვთვლი, რომ კაი შედეგი არის, მით უმეტეს იმისა, რომ არასოდეს არ მქონია მე მგონი ამხელა დისტანციები დაფარული ჩემი ვარჯიშის ისტორიაში. მოკლედ ეს კვირები, ბოლო 2 კვირა განსაკუთრებით არის ძალიან მაგარი, ვატყობ რომ ძალიან მაგარ ფორმაში შევდივარ. მაშინ როცა მარათონამდე ჯერ კიდევ 11 კვირა დარჩენილი და ჯერ ყველაფერი წინ არის. ეს ყველაფერი არის ფაქტობრივად მოთელვა და გახურება იმ თავარი ვარჯიშებისა, რაც წინ გველოდება. მეტი ისეთი არაფრის თქმა არ მინდა, ხვალ გავიწელებით კარგად ტრადიციულად ბიჭები, ხვალ გვაქვს კვირა, კაი რიქავერის ვეცდებით რომ გავაკეთოთ და ორშაბათს, შემდეგ კვირის, ანუ მეხუთე კვირის პირველ დღეს ორშაბათს გვექნება 17 კილომეტრიანი ლონგრანი. მაგისთვის შევინახავთ თავებს და მოვემზადებით მაგ გარბენისათვის. პრინციპში მეტი ისეთი არაფერი. წავედი, ეხლა თქვენ რა თქმა უნდა არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, ვიდეოს და ლაიქება. თუ გინდათ რომ ჩემი მარათონის მაიკაზე მოხდეთ, იცით რომ დონაციის ლინკი არის აღწერაში KISA-GC, სადაც შეგიძლიათ გააკეთოთ დონაცია თქვენი სახელი და თქვენს მიერ დაწერილი კომენტარი აუცილებლად მოხდება ჩემს მარათონის მაიკაზე, რომლითაც 27 სექტემბერს 22 კილომეტრს ვირბენ. არხი არ გაქვთ გამოწერილი, თხოვნა იქნება რომ გამოიწეროთ. თუ გაინტერესებთ მით უმეტეს შემდეგი კვირები და მსგავსი ტიპის ვიდეოები, აუცილებლად გამოიწერეთ, რომ არ გამოგრჩეთ. Instagram-ზე თუ გამომიწერთ და TikTok-ზე, sad უკეთესი, იმიტომ რომ ყოველდღიურ ვარჯიშებს და რაღაცებს იქ ვხვდებ ხოლმე, შეიძლება რაღაცები რაც აქ ვერ ხდება, იქ ნახოთ. შეიძლება კი არა აუცილებლად ესე იქნება. ავედი, ეხლა და შევხვდებით მეხუთე კვირაში.